თავი მესამე, 7 ნოემბერს დაზარალებული მოქალაქეები. 44 წლის ვახტანგ გინასარიძე და 18 წლის ნიკოლოზ დიდიშვილი 7 ნოემბერს პირველ კლინიკურ საავადმყოფოში მარცხენა წვივის ძვლების მრავალ ფრაგმენტიანი მსხრევადი ღია მოტეხილობით მოხვდნენ. მოყვანილი მიტინგიდან. მორიგი ექიმის ჩანაწერებში ორივე შემთხვევაში მიზეზად ცრემლსადენი გაზის ბალონის აფეთქება სახელდება. თვითონ აფეთქება იყო რა და დამძრობა იყო და რომ გადამაგდო ვერავ გზნობდი ვერავის. აი ჩემ შემთხვევაში ბოლი არ იყო, ეს ბოლი რო ყოფილიყო, მე რო დავარდი, ეს ყვამლი რო ყოფილიყო. იმის ახმას აუცილებლად მოვასწრებდი, ან მოწამტოქსიკურ მოწამლას მე ვიყავ. ჩემ შემთხვევაში არავითარი ყვამლი არ ყოფილა და არავითარი მისი მსგავს. ექიმებმა როგორც თქვეს და აღნიშნეს, 3 თუ 4 პროფესორის თითქმის აზრი იყო და ერთმანეთისგან არაგანსხვავებული. რომ ამოუცნობი იერარქი არის რაღაც ესეთი. ცეცხლსასრულთან ახლოს ძალიან შეიძლება იყოს ვინჩესტერი და ბრაბავიკი. ეს значит ეს ინასარიძეა ცეცხლსასროლი მოგეხილობა. ჩვენ ესე ვარაუდით ვამბობთ, რომ ცეცხლსასროლი, იმიტომ რომ თვითონ არ იციან რა მოხდა. ახალგაზრდა დიდიშვილი ნიკა ახალგაზრდა ბიჭია. მაგრამ თვითონ თქვა რომ ამიფეთქდა რაღაცა უკანო. ჩვენ დაზარალებულები საავადმყოფოში 2 კვირის თავზე მოვინახულეთ. თუმცა მათთან იმ დროისთვის გამომძიებელი ორგანოები მისული არ ყოფილა. შემთხვევის შესახებ პროკურატურას ოფიციალურად წერილობით ვაცნობეთ. წერილის მიტანიდან მეორე დღეს საავადმყოფოში გამომძიებლები გამოჩნდნენ. ჩვენ საქმეზე გამოძიება დაწყებული ჰქონდა, შეიძლება ეს უბრალოდ დამთხოვაა თქვენი წერილი, თორემ ჩვენ გეგმაში ჰქონდა ყველა პირის დაკითხვა. პროკურატურამ ჩვენ ასევე სისხლის სამართლის საქმეზე ცნობა გადმოგცა, სადაც ოფიციალური ექსპერტიზის შემდეგი დასკვნა. ამ პირებს მიყენებული აქვთ მძიმე ხარისხის დაზიანება, რომელიც გამოწვეული შეიძლება იყოს მკვრივი ბლაგვის საგნის ზემოქმედებით, მაგრამ არა ცეცხლსასროლი იარაღით. პროკურატურისთვის ჩვენ მიერ მიწერილ წერილში ასევე ნახსენები გვყავდა მამუკა მდინარაძე, რომელსაც 7 ნოემბერს ფილტუზე ოპერაცია გაუკეთდა და რომელიც მისი თქმით პოლიციის ყვითელ საწვიმარ ლაბადებში გამოწყობილმა ადამიანებმა ცემეს. აი რამდენი ადამიანიც შეიძლება შემოგეხვიოს ირგვლივ რა. იმიტომ იყო ეხვეწებოდნენ დამარცხნევინე ერთხელ ისეთ სიმჭიდროვე იყო ფეხს კარგად ვერ იქნევდნენ რა. კაცი გაიწიო, ნუ არ გაი იმას ფიქრობდი როდის გავითიშები, ნუ მეტად მორჩეს ეს ამბავი რა. არ გავითიშე საავადმყოფოში. პროკურატურამ სისხლის სამართლის ცნობა ამ საქმეზეც გადმოგცა. თუმცა გამოძიებას ჯერ მხოლოდ თავად დაზარალებული ყავს დაკითხული. ვინც ასახელებს დაუშვათ სხვადასხვა მოწმეებს, მაშინ ხდება ამ მოწმეთა დაკითხვა, მაგრამ ამ კონკრეტულ შემთხვევაში ამ ორ პირთან დაკავშირებით სხვა მოწმეები დაკითხული არ არიან, იმიტომ რომ დასახელებულიც არ არიან. პროკურატურაში განგვიმარტეს, რომ საქმე რამდენიმე სხვა მოქალაქის დაზიანების ფაქტზეც არის აღძრული. საავადმყოფოებიდან შემოსული შეტყობინებების, ასევე ცალკეული მოქალაქეების განცხადებების, სახალხო დამცველის, სატელევიზიო და მათ შორის თქვენი ეთერიდან გაჟღერებულ ფაქტებთან დაკავშირებით დაწყებულია გამოძიება. მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით, წინასწარი გამოძიების დასაწყებად დანაშაულის ნიშნების მქონე საეჭვო ნებისმიერი კადრების გამომძიებლის მიერ ეთერით ნახვაც კი საკმარისია.
კანონი პოლიციის შესახებ, ასევე ავალდებულებს პოლიციას დაზარალებული მოქალაქისათვის პირველადი სამედიცინო დახმარების აღმოჩენაზე. ნოემბრის აქციებზე სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების, ძალის ზედმეტად გამოყენებას ან სხვა დარღვევის ფაქტზე დღეისათვის პროკურატურის მონაცემებით კითხვის ნიშანი პოლიციელია დაფუძნებული.